გამარჯვებით ვიყოთ მეგობრებო. ეს არის საავტორო გადაცემა ფიქრი ამოძრავებული მომავალია. დღეს ცოტა ორიგინალურად ვაკეთებთ. მართალია ჩემი საავტორო გადაცემა, მაგრამ ბატონო თენგიზ დიხამინჯია ძალიან გამორჩეული პიროვნება, პირველი დამოუკიდებელი და როგორც სიტყვიან თავისუფალი საქართველოს პირველი მრავალპარტიული პარლამენტის წევრი, ადამიანი რომელმაც ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს, ბატონო თენგიზ დიხამინჯია. იქნება დღეს წამყვანი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საავტორო გადაცემაა და ამ გადაწყვეტილებას ვიღებთ მარტივი რამის გამო, რომ ჩვენ დღეს ძალიან რთულ თემაზე ვსაუბრობთ, ეს ეხება 4 ოქტომბერს და ამიტომ მე ამ შემთხვევაში მეცნიერთა კონგრესის პოზიციები უნდა ჩამოვაყალიბო და ჩვენი სურვილი ბატონი თენგიზი ალბათ თავისი მიმართულებით პოზიციებს და ჯობს რომ ნეიტრალური პიროვნება იყოს, ნუ თავისუფალი კაცი და ბატონი თენგიზი სწორედ ასეთია და ამის გამო ასეთი გადაწყვეტილება მე მივიღეთ. საერთოდ მომავალში მეცნიერთა კონგრესის ყველა საავტორო გადაცემა იქნება მეცნიერთა კონგრესის დროში. თუ ორშაბათობით ბატონი თენგიზის გადაცემა იყოს 3 საათზე, იქნება 4 საათზე და 4-დან 6-მდე იქნება მეცნიერთა კონგრესის გადაცემები და ყველა საავტორო გადაცემა იქნება ამოქცეული ამ იმაში, რომ ჩვენ ტელევიზიას მეტი საშუალება მივცეთ, რომ მან თავის დამოუკიდებელი გადაცემები ჰქონდეს, ხოლო ჩვენ მეცნიერთა კონგრესს და მასთან დაკავშირებული პიროვნებებს ჰქონდეს დრო 4-დან 6-მდე. მალოთ მოგესალმებით ძვირფასო უპირველეს ტელემაყურებლებო, ორ კვირაზე მეტია პატარა პაუზა იყო, დაგიბრუნდეთ როგორც ასეთი და პირდაპირ მეცნიერთა კონგრესის პლატფორმაზე აღმოჩნდით. ბატონი თემურმა წარგვადგინა ასე თქვა და ბატონი თავდგირიძე, ჩვენი გიორგი თავდგირიძე თადარგის პოლკოვნიკი, მრავალნაცადი კაცი, ნაბრძოლი კაცი აფხაზეთში, ცხინვალში და ერთ-ერთი ნათელი ადამიანი, რომელსაც დღევანდელ ტენდენციებში პოლიტიკაში, ასე ვთქვათ, სამართალში და საერთოდ ეთიკაში პარტნიორობა შეუძლია სხვებისგან განსხვავებით. გვინდა ახლა ამ თემებს, ძიმე თემებს საკმაოდ შევეხოთ. როგორც ასეთი, 1-2 სიტყვით მაინც ვიტყვი ბატონო თემო, მე ეგ გახდეთ სამეგრელოში და ეგ თელრიგი ესეთი საინტერესო შეხვედრებიც იყო და ადმინისტრაციულ საზღვართანაც გახდით. როგორც ასე მე არ არსებობს რო იქ რო არ მივიდე, სულ 4-ია ესეთი. 2-ში მაინც მივდივარ მინიმუმ, 3-შიც ვცდილობ ხოლმე. ამ შემთხვევაში 2 სანტიაში და გამოხურში გახდით და ძალიან ძიმე შტაბეშტილებას ახდას, იმიტომ რომ აქეთან ნაპირი ჩვენია, იქითა იმათია და მაშინ როცა 99 და 19 ქართველებით დასახლებულია, იქაურობა შენ არ გეძლება ეს საშუალება რომ გადახვიდე, გადახვალ თუ არა შეიძლება რაღაც სნაიპერმა თუ რაღაც ვიგინდარამ სიცოცხლეს ან გამოგასალმოს ან დიდი პრობლემები შეგიქმნას როგორც ასეთი და მე კიდევ ვერ ხედავ იმ გზას, იმ ნათელ გზას, რომელიც აი ამ ბარიერებს გადალახავს კონსტრუქციულად, შორს მიმოვალად სამართლებრივ საფუძვლებზე საქართველოს ყველა მონაპოვარი აფხაზეთთან მიმართებაში რაც იყო რეფერენდუმის შედეგები დამოუკიდებლობის აღდგენა და მთლიანად როდესაც თელმა სოფლიომ გვაღიარა იმ ფარგლებში, დღეს საპირისპირო ხდება, პირდაპირ ვიტყვი მოღალატეობრივი ჩანაფიქრებია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ განვარიდოთ, ავარიდოთ ქვეყანა და სუვერენიტეტი ამ მავნე და საშინელ გზას. ახლა ამის ერთ-ერთი უმთავრესი მომენტი კიდე თქვენ ბრძანებდა და გადავიდე ამ საკითხზე, უახლოეს ხანში, ასე ვთქვათ, დიდი ბატალეებია პოლიტიკური მოსალოდნელი და 4 ოქტომბრის თაობაზე დაანონსებულია, ხო, გარკვეულად რაღაც ნეიტრალურმა ჯგუფმა, პაატა ბურჭულაძეს და მისი თანხლებით, უოლწელად, რა თქმა უნდა, თანამზრახველებიც ყავს. ამოიწყეს რაღაც ესეთი აქცია და ამბობენ, რომ ეს არის უნივერსალური, ასე თქვა, გზა ქვეყნის გასანთავისუფლება და არსებული რეჟიმის, პოლიტიკური მმართველი რეჟიმის დემონტაჟის, ასე თქვა, განსახორციელებლად. აი ამ თემებზე გარკვეულწილად თქვენ დიდი გამოცდილება გაქვთ, გარკვეულ ჯგუფებთან იყავით, თქვა სხვათა შორის მე ისიც მახსოვს, რომ
ფარშეექნა ხო რაღაც პრობლემები იქ რაღაც დაბარებები იყო ხო რაღაც ამდაგვარი რაღაცები ის დასაჭერია იმას არ იჭერენ და ვინც კიდე უდანაშაულოა კი ხედავ და საერთოდ ყველა პოლიტპატიმას დასაწყისშივე მე ყველა გადაცემას ამით ვიწყებ სოლიდარობას უცხადებდა სამართლებრივ გადაწყვეტილებას მოვეთხოვ მათ ისე როგორც მთელი მსოფლიო. ახლა ბატონო გიორგი ამ თემაზე მინდა ასე თქვა თქვენ შეეხოთ ამას რა ვითარებაა, რა რეალიებია, ასე თქვა რა პერსპექტივა არის, როგორ გესახებათ დარჩენილი ასე თქვა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, ვისაც ტელევიზორში უყურებთ ეს ერთი და იგივე სახეები რო არიან. ამ დიადი უნივერსალური იდეის განსახორციელებლად ზად აშკარად არ არიან, იმიტომ რომ ამას მორალური, ისტორიული, სამართლებრივი და ყველანაირი ისინი ჭირდება. სტრატეგიული ინტერესების კომპლექსური სისტემის დადება. ჩვენ ეს ვერ ვიხილეთ, ხო? მე ყოველ შემთხვევაში ვერა. მეგონი თქვენ. ამიტომ გთხოვთ, აი ბრძანოთ, ასე თქვათ, როგორ ხედავთ ამ მოვლენებს. ჯანსაღი ადამიანის ადგილი როგორია, როგორ უნდა ავწდეთ განსაცდელებს და ასე შემდეგ. ისმეთ ბატონო გიორგი. მოგესალმებით ბატონო თენგიზ, მოგესალმებით ჩვენ მაყურებელს. მე ერთხელ ოქტომბერს ვიყურებ როგორც მოცემულობას, იმიტომ რომ ბევრი აქცია მოხდა საქართველოში და ბევრი აქციის ესე რომ ვთქვათ ხელმძღვანელი არც არავინ არ იყო ინიციატორები, იყო ვინც ქართს დებდა, იყო ვინც უბრალოდ იწყებდა საუბარს აქციასთან დაკავშირებით და შემდეგ ყალიბდებოდა თარიღები, რომელიც სხვა მოვლენას იყო მიმული ხოლმე. არაფერი აქ გასაგებია, რომ პატა ბურჭულაძეს და მის მეგობრებს აქვთ გარკვეული პოზიცია, მოსაზრებები და თავისი პროექტის რეალიზებას შეეცდებიან. არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს. ხალხმა გადაწყვიტოს იქ ხო, მოქალაქეური პოზიცია, ღია პროცესი იქნება, მაგრამ ერთია მათი პოზიცია და მათი პროექტი და მეორე ხალხის განწყობა, ხო? აქ მიუხედავად იმისა, რას იტყოდა პატა ბურჭულაძე, ან რას ვიტყვით ჩვენ, არსებობს ხელისუფლება, რომელიც არის რუსული რეჟიმი და ამაზე შეგვიძლია საუბარი და არის ხალხის განწყობა, რომელიც ამას უყურებს როგორც ქართული სახელმწიფოებრიობის საფრთხეს. ეხლა ვინ უფრო მეტია, ვისაც სურს, რომ დიდ ირანის იმპერიაში შედიოდეს საქართველო თუ დიდ რუსეთის იმპერიაში, ხო? ეხლა ეს მათი პოზიცია, თუ ისინი უფრო ბევრი იქნებიან და მათი პოზიცია მტკიცე იქნება, მაშინ რეჟიმიც მტკიცე იქნება და მაშინ არაფერი საშიში იმ ადამიანებს, ვისაც სურს, რომ ოცნება დარჩეს ხელისუფლებაში არ აქვს, მაგრამ მათ ვისაც სურს, ეხლა სხვა გაზომებით, სხვა სოციალური კვლევებით, რომ სიტუაცია შეიცვალოს საქართველოში და მოხდეს რევოლუცია და ამ სიტყვის არანაირი უარყოფითი კონტექსტი მე არასდროს არ მსმენია, იმიტომ რომ რევოლუციის გარეშე არ ხდება განვითარება, ანუ ევოლუციურად შეიძლება, რა ვიცი, ვარც წითელი ფერიდან ლურჯფერ ფერამდე ევოლუციონირდეს, მაგრამ იმისთვის რომ რაღაცა განვითარდეს, აუცილებელია რევოლუციური ცვლილებები, როცა ხდება ნახტომისებური განვითარება და კაცობრიობაც ეხლა უარყოფილიყო რაღაც ცეცხლის, ბრინჯაოს, რკინის რევოლუციები და სხვა რევოლუციური ეტაპები არანაირი განვითარება არ იქნებოდა და ვიქნებოდით ეხლაც ტკვილად და ბედნიერად რომელიმე გამოქვაბულში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ არანაირი შიში რევოლუციის, ანუ საშიშები არიან ის ადამიანები, რომლებიც რევოლუციის უკან წინ ან გვერდით დგანან და ზადარიან ბოროტება ჩაიდინონ, მაგრამ ამ ბოროტებას ისინი მშვიდობიან პერიოდში ჩადიან, ამიტომ რევოლუცია კი არ არის საშიში, არამედ ის ბოროტი ადამიანები, რომლებსაც ხელფეხი გახსნილი აქვს და ამ ბოროტებას დღესაც ყოველგვარი რევოლუციის და არეულობის გარეშე ჩადიან. ამიტომ ჩვენთვის ეს არის მოცემულობა, ხმა ღვთისაო, როგორც გადაწყვეტს ქართველი ერი რუსთაველზე, მე ვიქნები ერთ-ერთი, მე და ჩემი მეგობრები, რომლებიც იქ ვიდგებით, თუ საჭირო გახდა კოორდინაციაში ჩავალთ, თუ საჭირო არ გახდა და არ შევალთ კოორდინაციაში, ჩვენ ვიქნებით მოქნილები, თუ საჭირო იქნება პასუხისმგებლობის აღება გარკვეულ ეტაპზე ამ პასუხისმგებლობებს ავიღებთ, თუმცა კიდევ ერთხელ არ ვცდილობ ეხლა რაღაცა ფილოსოფოსობას იმ გაგებით, რომ ეხლა წავიდე და პატა ბურჭულაძეს ჭკუა ვასწავლო, რომ იმას რატო ამბობს და იქ რატო შეეშალა რაღაცეები. იმიტომ რომ ეხლა შეკითხვები მეც მაქვს, მაგრამ ისეთი კრიტიკული შეკითხვები, რომ ეხლა პატა ბურჭულაძის სატელევიზიო ინტერვიუში ან დაიწყოს სამყარო, ან დასრულდეს სამყარო ვერ ხედავ. ამიტომ ამ შეკითხვას მე ჩემთვის ვინახავ, იმიტომ რომ მე შემიძლია პროცესზე გავლენის მოხდენა როგორც ერთ მოქალაქეს და
ასევე როგორც თანამოაზრეთა ჯგუფის წევრს და შევეცდები ეს ჩემი ზეგავლენა გარკვეულ პროცესზე თუ საჭირო გახდა იყოს მნიშვნელოვანი, თუ საჭირო არ გახდა საერთოდ უნიშნელო იყოს, მაგრამ პასუხისმგებლობა იქნება აგებული იმაზე, რომ მე მიყვარს ჩემი სამშობლო, მიბრძოლია მისთვის და მისთვის კარგი მინდა. თუმცა კიდევ ერთხელ ვფიქრობ, რომ როცა დგება დრო, როცა არის საჭირო კარდინალური ცვლილებები, ჩვენ ამ ცვლილებებს არ უნდა შეგვეშინდეს, იმიტომ ეს არის დადებითი მოვლენა. გასაგებია, ბატონო თემო, თქვენ მინდა გამოთქვათ ამ თემასთან მიმართებაში და მე ცოტას მეცვიტყვი, მე მაინტერესებს აი 4 როგორც საკრავლოს ესე უყურეთ ბატონმა გიორგიმ რამ კაფეო ჩამოაყალიბა თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია, ჯანმრთელი და ასე შემდეგ, ყველას აქვს უფლება თავის პოზიცია დაიკავოს და მიიღოს თავის თავზე აიღოს ეს რაც ვითარება კარნახობს, როგორც ასეთი თქვენ როგორ უყურებთ ამ მოვლენებს მე კარების და ყრილობის მომენტსაც მიტა მე შევეხოთ, იმიტომ რომ ამ თემაზე მათ გააჟღერეს ეს და ყრილობა და თემა ჩვენ ერთადაც ვიყავით სხვათა შორის. ამდენჯერმე ამის დიდი გამოცდილება გვაქვს და ეს არ შეიძლება ჩვენი ქვეყნის და პოლიტიკური ელიტის უბედურება არის, რომ ყველა სამოყვარი იდეის პრივატიზაციები ხდება ხოლმე აქ. ამას თავი რო ავარედოთ, საჯარო უნდა გავხადოთ ეს პროცესი და საყოველთაო და უნივერსალურ სახე მიცეთ. გთხოვთ გამოხატოთ პოზიცია. ბატონ ჯედის, თქვენ ძალიან ჯერ ორი კვირა არჩევით. ჩვენ ერთად ვიყავით ფინიშვარზე და რა სიტყვაც მივეცით ერთმანეთს, მე ვრჩევი იმის ერთმანეთს. ჩვენ იქ თქვით, ძალიან ბევრი ვიყავით და თქვით გამოკვეთილად, რომ ქვეყნის მომავალი დაკავშირებულია ეროვნული თანხმობის პარლამენტთან და ეროვნული თანხმობის ხელისუფლებასთან. მე სხვა აზრი არ მქონია, არ მაქვს და არ მექნება. ამ აზრზე ვიყავი და ვრჩევი, უბრალოდ ვამბობთ რამეს, დღესაც უყურებ, ვხედავ, რომ ერთი ძაბავს და მეორე აუბრალოებს. დაძაბულად საშინელებაა და გაუბრალოებად საშინელებაა. თელ პასუხისმგებლობას ყველაფერი იმაზე რაც ხდება, ვაკისრებ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას, იმიტომ რომ ხელისუფლება თუ მოიქცევა სწორად, არც რევოლუცია არ მოხდება, არც დაძაბულება არ იქნება, არც შეტაკება არ იქნება და არაფერი არ იქნება. რეალურად ეს არის ჩემი პოზიცია. მე ვთვლი, რომ არა მარტო ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, არამედ თავშივე რომ იყოს იმის შეთანხმება, რომ ჩვენ რადგან ასეთ ნაბიჯზე ვივდივართ და ასეთ სახალხო განწყობას ვიღებთ, რომ თქვათ პოლიტიკოსებმა, რომ ჩვენ არ მოვართ ხელისუფლებაში და არ ვიხდით კეთს, რომ ჩვენ პარტიები არც ოცნება მიყაროს კეთში და არც დაცულ მოძრაობამ, არც თეთრემაც და სხვა მე ამას მივესალმები. მე რომ ვიცოდე ბატონმა გიორგიმ თქვა, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ბატონი გიორგის მიმართ დავადასტურე ჩემი პატივისცემა და მე ძალიან მსიამოვნებს მის გამოსვლას ვისმენ, მოვისმინე გუშინაც მისი გამოსვლა თარგამაძესთან მქონდა გამოსვლა ბევრ შეკითხვას მეც მიტოვებს ეს გამოსვლა, თუნდაც ის პოზიცია რომელიც თარგამაძეს აქვს, ეხლა უბრალოდ მინდა ბატონ გიორგი მე თქვენ და ჩვენ ვიკამათოთ ერთმანეთში იმის თაობაზე, რომ თქვენ მართლა გჯერათ, რომ ეს რუსული ხელისუფლების წინამდე ბრძოლა მე მგონია, რომ ეს არის ბრძოლა ხელისუფლებაში მოსვლისთვის. ვინ დგას ამის სათავეებთან? ამის სათავეებთან დგას კაცი, რომელიც ლაპარაკობს იმას, რომ მე ვარ რუსული ამის ის რა ქვია ბასი და მთელი ამბები და ასე შემდეგ. ამას თავი დავალებოთ, ეხლა ბატა ბურჭულაძის ურთიერთობები რუსეთთან ყველასთვის ცნობილია, როცა ჩვენ უბედურებები ქონდათ, იმაზე გამოდიოდა იქ და ღეროდა კრემლინკები იმაზე რა ქვია როცა დიდი შეხვედრები იყო წითელ მოედანზე. გადავდოთ ესეც გვერდით და აი თქვენ ვისთანაც იყავით გუშინ, ეხლა უნდა დავეთანხმოთ იმაში, რომ აბაშიძეზე უფრო რუსული მოვლენა საქართველოში ძალიან ცოტა შეიძლება იყოს და ეს პიროვნება ვისთან ერთადაც იდეით თქვენ იყავით წუხელ, ეს იყო აბაშიძის ყველაზე დიდი პროპაგანდისტი და მე მკლავდნენ ესენი. როგორც ვთქვათ, იმერეთის გუბერნატორს და ევროპის რეგიონთა ასამბლეაშიც კი უშლიდნენ იმერეთის ხელში შეცვლას და საინფორმაციო ხელმძღვანელი და ყველაფერი იქ იყო თარგამაძე. მე არ მჯერა ბატონო გიორგი იმ პიროვნებების, რომლებმაც ხოსახტაცებით გააკეთეს მივარდნა ბიძინა ივანიშვილთან. იყვნენ მასთან, ვიდრე ბიძინა ივანიშვილისგან იყვებოდნენ იყვნენ კარგად, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი უსრულებდა მოთხოვნებს იყვნენ მის მიმართ ლოიალური, როდესაც ბიძინა ივანიშვილი თვითონ არის პიროვნება ეჭვიანი და პიროვნება რომელიც ვერ იტანს რომელიმე პიროვნების ავტორიტეტს. ამიტომ ძალიან ბევრი რო გააძევა მე იქედან,
მე ჩაუდგნენ იმაში 90% დღეს ვინც დღეს გამოდის და ლაპარაკობს ბიძინევანიშვილის წინააღმდეგ ეს არის ხალხი რომელიც ბიძინევანიშვილთან იყვნენ მე მქონდა საშუალება ნონა გაფრინდაშვილმა მითხრა რომ შეხვედრა უნდა თქვენთან ბიძინევანიშვილთან გამორიცხულია რატომ იმიტომ რომ მე არ მიჯერა ბიძინევანიშვილი პოლიტიკაში და ვთქვი ხმამაღლა ეს რაღაც იყო ბატონო თერმო რომელიც ეს იყო სახალხო ბიძინევანიშვილი მოვიდა მოდიოდა მანამდე ხოქოდა შეხვედრა ნინო გუჯელაძესთან და პოზიტივი მოვიდა და მე არ წავედი ერთი რამის გამო იმიტომ რომ იმისი ბიძინევანიშვილის წინააღმდეგი ვიყავი ბატონო გიორგი ხმამაღლა მე არ მჯერა არც ერთი პიროვნების ქართულ პოლიტიკაში რომელიც ასე იგი რომელიც არ მჯერა არც ერთი პიროვნების ქართულ პოლიტიკაში მისი გულწრფელობის არ მჯერა რომელიც გამდიდრდა რუსეთში რომელმაც ფული იშავა რუსეთში რატომ არ მჯერა ამასაც ვაკონკრეტებ იმიტომ რომ რუსეთში ფულს ვერ იშოვი პუტინის გარეშე რუსეთში რაც ხელოვნებაში ვერ გახდები დიდი პუტინის გარეშე და რუსეთში ქართველი ქურდების გარეშე არ არსებობს რომელიმე პიროვნება იქ შეიძლება ვიღაცა იყოს მე არ ვეხებ პოლიტიკაში ვინ შემოდის მე ამ ხალხს ვლაპარაკობ ქართულ პოლიტიკაში ვინ შემოდის მე ვცდები ამ იმაში ეს არ არის მესტიერთა კონგრესის პოზიცია ეს არის პირადად ჩემი პოზიცია და ვამბობ ხმამაღლა მე არ მჯერა ხმამაღლა მთელ საქართველოს ვისაც მიწვდება ეს ხომ ვეუბნები მე არ მჯერა არც ერთი იმ პიროვნების რომელიც გამოდის რომელიმე ვინმე წინააღმდეგ ეს იქნება ბიძინევანიშვილი თუ სხვა ვინმე რომელიც გამდიდრდა რუსეთში ასეთი ადამიანების ქართულ პოლიტიკაში არ მჯერა იმიტომ რომ არ მჯერა ამ ადამიანების ბრძოლა მე რუსეთის წინააღმდეგ იმიტომ რომ რუსეთში ვერ გამდიდრდები თუ ხელისუფლება არ გეხმარება და რუსეთში გამორიცხულია ქართველი ქურდების გარეშე საქართველოს უბედურებას მე ვხედავ სწორედ იმაში რომ ბატონობს აქ რუსეთი თუ სხვა ვინმე გარედან და ყოველთვის ვამბობ რომ საქართველოს მომავალი არ არის გარედან მართული ხელისუფლება და ვამბობ იმას რომ საქართველოს უბედურება არის ქართული ქურდები არიან შეკრული რუსეთის ხელისუფლებასთან იმართებიან იქედან იქ აქვს ყველაფერი ყველა ქურდი ჩამოსულია საქართველოში დღეს და ყველა ქურდი არჩევნებთან დაკავშირებულია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ არა მარტო ხელისუფლებასთან არიან ისინი აქაც გაყოფილები არიან მე სულთა ადამიანებს მივმართავ უფრო უკეთესი პოზიცია ვიდრე თავიდან მქონდა მესტიერთა კონგრესს ვიდრე მქონდა ამ პროგრამებით რატომ მოვდივარ მე არ ვიცი რა არის და ხმამაღლა მომბობ მე ვარ ბედნიერი რომ ვიმუშავებ ხალხთან დაწერეს პროგრამები ბატონ გიორგისთან ერთად ჩვენ ერთად ვიყავით ერთ-ერთ გადაცემაში და მას გადავეცით ესე და ვიცი რომ იზიარებს ამ მოსაზრებებს არა აქვს თქვა რაღაც პრინციპული ყოველ შემთხვევაში მე არ მომისმენია ეროვნული სახელმწიფოების დოქტრინა და სხვა რაღაც ჩვენ მას ვთხოვეთ კიდევაც რომ თუ მიგიწვდება ხელი და აქვს მას შეხვედრები მაგრამ მინდა გითხრათ ბატონო გიორგი რომ ამ დოქტრინაში წერია აი ნახეთ როგორი პუნქტი ერთ ჩამოყალიბებული მარტო თქვენ არ გეუბნებით რომ თქვენ გადმოგეცით ყველა პოლიტიკურ პარტიას მივეცით ამ დოქტრინაში წერია საქართველოს თანამშრომლობის მეგობრობის ხელშეკრულებებს აფორმებს მხოლოდ იმ ქვეყნებთან რომლებიც აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას პატივსცემენ ჩვენს ტრადიციებს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას აქ სხვა პუნქტებზე აღარ ვლაპარაკობ ამის მიხედვით რუსეთთან დასრულებულია ხო ესე იგი ამას ვინც აღიარებს იმ რუსეთთან მივმართეთ ერთად ვიყავით დასული იმაზე როცა დიდი ესენი იყო გამოსვლები იყო და უთხარით აი ეს არის ჩვენი პოზიცია გადავეცით ყველა პარტიის ლიდერს და ვეუბნებით ეს არის ხალხო ჩვენი პოზიცია ან მოგვეცით საშუალება რომ გამოვიდეთ ტრიბუნასთან ან თქვენ წაიკითხეთ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა ან თქვენ რომ ტელევიზიები გაქვთ მოგვეცით საშუალება რომ ამ ტელევიზიებში თქვა ერთი რომელიმე ბატონ თენგის ნეიტრალური კაცი ხარ რომელიმე შესრულდა რომელი არც ერთი არც მეორე არც მესამე როგორ უნდა ვერწმუნო ბატონო გიორგი რომელმაც თუნდაც არ თქვა ის რომ არ დაიმეორა თუნდაც ეს პუნქტი რომ ამ პუნქტის მიხედვით ჩვენ მე ყველას ვეუბნებოდი ჩვენ თუ ამას ვაღიარებთ ყველანი გავაკეთოთ ვაშკაცურინა ბიჭი და ჩავიდეთ რუსეთში და ვთქვათ და მოვითხოვოთ ყველამ ან ყველა სახელით რაღაც გარკვეული ჯგუფ ჩავიდეს და თქვას მივმართავთ რუს ხალხს იცოდეთ რომ ჩვენ არ გვექნება არასდროს ურთიერთობა იმ ქვეყანასთან რომელიც აი აგებ არ აღიარებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას სუვერენიტეტს დამოუკიდებლობას და ამ შემდგომ და მეტყოდით რომ თხომ ამბობთ რომ მართლმადიდებლები ვართ თხომ
თქვენ რო არ იფიქროთ რომ გებრძვით და რუსეთი და რაღაცა მე არ მომწონს ეს ისინი რომ ვთქვათ ლანძღავენ რუსეთს და ერთი ნაწილი ხელისუფლება ნანძღავს ამერიკასა და ევროპას და ისა რა ქვია აქებს რუსეთს პრაქტიკულად შენებულად თუ ისა მეორე ნაწილი ლანძღავს რუსეთს და პრაქტიკულად იმართება დასავლეთიდან მე ძალიან კარგად ვიცით ეს ფულები საიდან მოდის ახლა დღეს ყველაფერს დავიდაბუნებოთ კეზერაშვილის ძალიან დიდი ფულია კითხულობ ვის შეძლებს ამას დიდი ფულის გარეშე რაც ახლა ხდება საიდან არის ეს ფული ჩვენ დღეს აი აგერ გვაქვს ტელევიზიისთვის 500 კაცი ვერ მოგვიძებნია 100 ლარი გადაიხადონ და ერთი პიროვნება არ არის რომელიც იტყვის ამას და ერთი მიკროფონი გვაქვს დაგიზიანდა ყველაფერი და ხალხს ვეუბნებით რომ ხალხო ვიდრე საქართველოს პოლიტიკაში არიან ბიზნესმენები და ვიდრე საქართველოს ბიზნესმენები გლენჯერი საქართველოს და უნდათ რომ თავისი ფული დაიცვან ვინ იყო ხაზარაძე ხაზარაძე გუშინ წინ იყო ბიზნესმენიშვილთან და ბიზნესმენიშვილმა თქვა რომ მე დღეს დიდი საქმე გავაკეთე ხაზარაძე და ჩხარტიშვილი შევარეგეო ან ერთს რა უნდა ან ბიზნესში და ან პოლიტიკაში რა უნდა ან ეს და მეორეს მე მაშინ ვთქვი რომ ვაი საწოდავი საქართველოს რომ გამოდის პრემიერ-მინისტრი და ლაპარაკობს ამას მე ბევრ რამეზე მაქვს აი ეს ისა იცით რომ ადამიანურად და ვიცი ძალიან კარგად მე აღარ მინდა ბევრ რამ დეტალს შევეხო რომ ბადაბურჭულაზე ქუთაისის საპატიო მოქალაქეა და წყალყო იმაზე მე ვაჩუქე მას მიწისნაბეთი და მას უთხარი რომ გააკეთე მუსიკალური ცენტრი და მუსიკალური ცენტრი კი არ გააკეთა გაკიდა ის არ იყო ეს მის საკუთრებაში დაებრუნებია მაშინ უკან გაკიდა ის 30-50-50000 დოლარად და მე ხალხთან თავის მართლება დამჭირდა რომ მე ამაში რატო ამბობ დღესაც რომ მე ამაში არ მონაწილეობ და ბიზნესმენებმა არ დაიბარა და არ უთხრა რომ რაღაც საქართველოში არის მოსაცილებელი ორი პოლიტიკური გუნდი ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მისი პოლიტიკური გუნდი და ეს არის ნაციონალური მოძრაობა და მისი პოლიტიკური გუნდი მე ვამბობ ხმამაღლა რომ არც ეს უნდა ვებრძოლოთ არც მეორეს ჩვენი პროგრამები რა არის გავერთიანდეთ საქართველოსთვის ჩვენ ვეუბნებით ყველას აი ნახეთ ახლა აი კიდე აგერ ბატონ გიორგის არ მოეჩვენოს ეს არის მიმართვა თქვენ მიყავდა დღეს შეხვედრა საგურამოში უკეთესი ადგილი არსებობს შეერებით საჩევ თაფთით გელათში რა მიმართეთ აი ნახეთ აი უარყავით ეს ვინმე მაინც ნახავს ამას ჩვენ ქვეყნის ისტორია ადასტურებს რომ აქ აწერია გელათის მეცნიერთა კონგრესის მიმართვა პარტიებისადმი პოლიტიკოსებისადმი ჩვენი ქვეყნის ისტორია ადასტურებს რომ ქვეყანა ძლიერი იყო მაშინ როცა მეცნიერებს ჰქონდათ ქვეყნის განვითარების რეალური პროგრამები როცა ხელისუფლებები მეცნიერულ პროგრამებზე დაყრდნობით წარმართავდნენ რეალურ პოლიტიკას დავით აღმაშენებელი და მისი ეპოქა იყო ამის მაგალითი საქართველოს მეცნიერებისადმი ხელისუფლების დამოკიდებულების უნიკალური მაგალითს აძლევდა მთელ მსოფლიოს დღეს იმ ეპოქაში როცა დავით აღმაშენებლის დაბადებიდან 950 და გარდაცვალებიდან 900 წელია ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ ჩვენს ისტორიულ გამოცდილებას ისტორიულ ფესვებს კარგად გავიაზროთ ერის მამის ილია ჭავჭავაძის მიერ გელათში წარმოთქმული სიტყვები ჩვენ ჭირდება ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუმღალავად და დაუმონებლად საფრთხით ეს ილია ჭავჭავაძის მამულში გელათიდან წამოსულებმა გელათში რა თქვა ეს სიტყვა დავუბრუნეთ ილია ჭავჭავაძის მამულში იმ დრამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სულიერების თვალსაზრისით და ბოლოს ავიკითხავ და ამის მერე თქვენ წარმართეთ ისტორია ადასტურებს რომ ქვეყანა კრიზისი მაშინაა როცა ქვეყნის შიგნით გვაქვს დაპირისპირება და ეს კრიზისი მით უფრო ღრმა რაც უფრო მწარია დაპირისპირება ისტორია ადასტურებს იმასაც რომ ქვეყანა მხოლოდ მაშინ გამოდიოდა კრიზისიდან როცა დაპირისპირებული მხარეები ახერხებდნენ ერთმანეთთან საუბარს და შეთანხმებას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ სწორედ ამ ხედვით გავგთავაზობთ მეცნიერებისა და პარტიების პოლიტიკოსების დიდ დისკუსიის დაწყებას საგურამოში პირდაპირ და მოკიბის გარეშე ვამბობთ დრო აყენებს ასეთი შეხვედრის აუცილებლობას და არა გგონია ამაზე უარი თქვას რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ თუ მას ორდენ მაინც გააჩნია პასუხისმგებლობა ხალხისა და ქვეყნის წინაშე გადავდგათ ეს ნაბიჯი ამას ხალხი ელოდება რეალურია და ჩვენ შეგვიძლია კრიზისი ვაქციოთ განვითარების შესაძლებლობად მე დასკვნის სახით ვამბობ თქვენ ძალეთ რევოლუცია და ძალიან კარგი რამეები ჩამოთვალეთ რომ ბრინჯაოს კეინის და მაგრამ სამრეწველო რევოლუცია რომელიც იყო უნიკალური და ხო ბოლო პერიოდის რომელსაც ჩვენ სკოლაში ძალიან კარგად გვასწავლდნენ ამ ქვეყანას ჭირდება ინტელექტუალური რევოლუცია არავითარი ქუჩის რევოლუცია ეს ხელისუფლება დღეს არ იქნებოდა რომ ჩვენ საერთო ენა მოგვეძებნა აი სწორედ იმ პროგრამების მიმართ რომელიც მეცნიერებმა გააკეთეს
დღესაც დასრულდება ეს ხელისუფლება. თქვენ გუშინ ამბობდით და ყველა გამოდის და ჩვენ შევქმნით იქ ხელისუფლებას. კი, მაგრამ თქვენსაც ხართ იქ დასახელებული და ძალიან ბევრი პიროვნება, რომელიცაც მეც მიუღებელი ვარ და ჩემთვისაც მიუღებელია, მაგრამ დაასახელა ხალხმა, გამოვაქვეყნეთ და თქვით რომ ეს არის ეროვნული თანხმობის. ესე იგი, ჩვენ რაც გავაკეთეთ, რაც მეცნიერებმა გავაკეთეთ, ამას გვეუბნება ვიღაცა ერთი და ორი პიროვნება, თქვენი ნამუშევარი, ხალხის წინადადებები არაფერი არ არის, ჩვენ გამოვიყვანთ ხალხს, ფულს ხარჯავენ, ამას ჩვენ ფული არ გქონდა და ვაკეთეთ ეს საქმე, ხო? მე განაცხადებული კი არ ვარ, ეს არ არის რევოლუცია, ეს არის რევანშიზმი. რევანშიზმი არის მაშინ, როდესაც ერთი გუნდის რა მოხდა იმასთან, რა ქვია, ჯერ გამსაკურდიასთან ერთი გუნდი გამოიყო, რაღაც ვერ მიიღო ისეთი რა იყო და დაიწყო ომი ერთმანეთს შორის. რა მოხდა შევარდნაძესთან? გამოიყო სააკაშვილი დაუპირისპირდა. რა ხდება ბიზნიავანიშვილთან? თავისი გამოყოფილი გუნდები და ვიდრე საქართველოში არ დამთავრდება რევანშიზმი და ვიდრე არ დამთავრდება რევანშისტებისადმი განწყობა, მე ხმამაღლა ვამბობ, არაფერი ამ ქვეყანას არ ჭირდება. აი აგერ პირობით, აი კაცთან ერთად ვამბობ, რომ ჩვენ საქართველოს მოსახლეობას გავაგებინოთ. პირველ რიგში, რას ნიშნავს ეროვნული თანხმობის ხელისუფლება? ძალიან სერიოზული პიროვნება არის ბატონი გელბახიანი, რომელთან ერთადაც განვიხილეთ ეს და თქვით და თქვენთან ერთადაც გქონდა საუბარი. თქვით რომ მოდით წავიდეთ ამ გზით. ვალერი გელბახიანი ამბობს, უნიკალურია, კარგია, მაგრამ ცოტა მეუთხარი ბატონო ვალერი, თქვენი როგორია? ცოტა შემსუბუქებული იყო ის და კაი მეუთხარი წავიდეთ ამ გზით. ბატონო ვალერი მეუბნება ამ დღეში მივედი და არავის ეს არ უნდა. ყველას გონია რომ ის გადაარჩენს ქვეყანას ვერავინ პერსონალურად ვერ გადაარჩენს. ჩვენ მერამდენად ვამბობთ ბატონო გიორგი და ბატონო თენგიზ, რომ აი ესეთი გამოთქმები იყო ჩვენთან, ესე იგი თავის დროზე, რომ ესე იგი ყველა ერთის წინააღმდეგ დაიწყო გაერთიანება გამსახურდიას წინააღმდეგ და იყო. მე მაშინაც ვამბობდი ფაშისტურია. ეხლა თქვენ ხო დამიჯერებთ, როდესაც ვიყავით ჩვენ იქეთ უნივერსიტეტის იმაში რომ ვიყავით, მაშინ თქვენ და რამდენიმე პიროვნება გავიზიარეთ და მე მოვიტანე არა ის დაწერილი, რომელიც მე შევადგინე, როდესაც იყო საუბარი იმაზე, რომ რამეც უნდა შევსწრომოდით ერთმანეთს, მე ვთქვი რომ არა. და ის დოკუმენტი გამოქვეყნებულია, მაშინ გამოდიოდა ახალგაზრდა კომუნისტი რო გადაკეთა ივერია ეწოდებოდა. მე მგონი იქ არის გამოქვეყნებული ყველა ჩვენი ხელის მოწერით. იქ არის ჩვენი პოზიცია. იგივე პოზიცია მეცნიერთა კონგრესში. დღეს მე რომელ წელს ვლაპარაკობ? 91 წელი იყო, მაშინ როცა ეს გავაკეთეთ. ეხლა კიდე არის დღეს ბატონმა გიორგიმაც გაიზიარა ბუში, რომ არ არის ეხლა ერთმანეთის კრიტიკის დრო და საჭიროა დავდგეთ ერთად. მე ვამბობ, რომ ვიდრე რევანშისტული განწყობა იქნება. მე გარწმუნებ თქვენ რომ ჩვენ ერთად რომ დამდგარიყავით ქუჩაში კი არა ეს პოლიტიკური პარტიები და გვეთქვა მოვდივართ ბატონო ბიძინა თქვენთან რა იყო ჩვენი მოვდივართ ამ განწყობით და დამერიგებია თელ საქართველოში მეცნიერთა კონგრესის ეროვნული თანხმობის იმის და გვეთქვა მოვდივართ ამ იმით ის ან დაეთანხმებოდა ან იმის მერე ქუჩაში გამოსვლა იქნებოდა მართალი როცა ჩვენ 2.3 მილიონი მოთხოვე ბიზნიავანიშვილის და იმაზე უარი რო გითხრა და ეხლა გამოდიხარ და ლანძღავ როდესაც გუშინ წითელი მოედანზე მღეროდი და ძალიან ბევრი მინმია იქეთ მე ვამბობ ერთ რამეს რომ აი აგერ ბატონ გიორგის მიმართავ და ყველას ვისაც აქვს საშუალება მიეცით მეცნიერთა კონგრესს იქ სიტყვა ამ შეხვედრაზე მეცნიერთა კონგრესის სიტყვა იქნება ასეთი ჩვენ რატო ვითხოვთ ამ სიტყვას იმიტომ კი არა რომ ვთქვათ იგვინდა მისვლა არა ჩვენ მხოლოდ სიტყვას ვითქვით და ესენი არ მოგცემენ იმ სიტყვას ჩვენ იმას გამოვაქვეყნებთ რა იქნება ეს სიტყვა იქნება ასეთი რომ ეს ხალხი რომელიც მოვიდა აქ ნუ გონია თქვენ რომ ეს ხალხი უჭერს მხარს რომელიმე ოპოზიციურ პარტიას თემურ შაშიაშვილი იქნება თუ რომელიმე პოლიტიკოს ყვას ეს ხალხი არის ამ ხელისუფლების წინააღმდეგი ის ვინც მოვა იქ 90% იქნება ამ ხელისუფლების წინააღმდეგი აი როდესაც ასეთი ელექტორატია ქვეყანაში ჩვენ ამას კი არ ვიყენებთ არამედ ამ ელექტორატსაც კი ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ ვამოქმედებთ მე მგონია რომ დღეს რაც ხდება ყველაფერი ეს დასრულდება იმით რომ ბიძინა ივანიშვილი ესე იგი ანუ ის პოლიტიკური გუნდი რომელიც უბედურებაა ქვეყნის მომავლისთვის კიდევ უფრო გამაგდება ჩვენ გვჭირდებოდა ერთმანეთში საუბარი ყველა პოლიტიკურმა ძალამ უარი თქვა ამაზე პირველად როდის მივიდა ეს წინააღმდება ესე იგი 2016 წელში ვინ მიიტანა როდესაც იკრიბებოდნენ 16-17 წლები რომ იყო როდესაც იკრიბებოდნენ ნათელაშვილის ოფისში მიიტანა ჯუმბერ კოპალიანა კაცი რომელიც მუდმივად შემრიგებელი იყო კაცი რომელიც ეროვნულ სათავეებიდან მოდის მიიტანა და ასევე ბიძინა ივანიშვილი ჩააბარა პროფესორმა დოქტორმა ქალბატონმა ლუარა ნიჟარაძემ ოფისში ჩააბარა იმ დოკუმენტში რა წერია
არ შეიძლება დაპირისპირებით გაგრძელება, ეროვნული თანხმობის ხელისუფლებაშია გადარჩენა, აგერ არის მეცნიერთა კონგრესის კონცეფცია, არ მოგწოთ შემცვალოთ, მაგრამ ძალიან ბევრი ქვეყნის გამოცდილება მოიყვანეთ ჩვენით და ვამბობდით, რომ ამ და ამ ქვეყნებში ჩვენ 21 საუკუნეა და ეხლა საფრანგეთის რევოლუციის და იმის ენით ვერ ვილაპარაკეთ, ასე დაყენება საკითხის, რომ ან ვიმარჯვებთ, ან უმარცხდებით, თუ ვიმარჯვებთ, ჩვენ ვიცით რომ ავაშენებთ ამ ქვეყანას, ასე ლაპარაკობდა ყველა. თუ მარცხდებით, საქართველოში იქნება უბედურება. მე არ მჯერა რომ ის ძალა, რომელიც ამას ამბობს, რომ გაიმარჯვებს, მე მჯერა კონცეფციის ეროვნული თანხმობის ხელისუფლება. ბატონო, დაგვეჩაგრა ბატონო. არა, მე პირიქით მე მას ვაზნებებ საშუალო მენაკლებად და თუ რაიმე ჩემთანაც აქვს შეკითხვა, შეიძლება ჩემთანაც აქვს შეკითხვა, მე ვიცი მისი მოსაზრებები ძალიან ბევრ შეემთხვევა ჩვენსაც, მაგრამ თვითონაც ბრძანა დღეს რომ მე იქ არა ვარ თქვა წარმართული და წამყვანი და რაღაც მოსაზრებები მაქვს. მე მინდა რომ საქართველოს გაიმარჯვოს. მე ვერ ვხედავ ამ გზაში საქართველოს გამარჯვების გზას. საქართველოს გამარჯვების გზას ვხედავ მე იმ პროგრამებში, რომელიც მეცნიერებს აქვს და იმ პროგრამაში, რასაც ქვია ეროვნული თანხმობის ხელისუფლება. ყველა პარტიას იქ აქვს თავისი როლი და საბოლოო სიტყვას ამბობს ხალხი. Საოცრად გეთანხმებით, ბატონო გიორგი, ერთ შეკითხვაზე მინდა განსაკუთრებით კიდე რომ მეკითხოთ რა ეს. ყველას კარგად გვახსოვს, რომ ბოლშევიკები პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, მაშინ დუმაც ხო იყო ერთადერთი წარმოადგენელი რავდათ ხო, ტიკენკილა და ასე, მაგრამ შემდგომ მოვლენები ესე განვითარდა გერმანიის დაბლერვა, მაგრამ ესეთნაირად იმუშავა, რომ მეშვიდე რეიტინგით ყოფი ქვეყანა 70 თუ 80 წლით მოვიდა ასეთ ქვეყანაში ხო? ანუ ესე თქმა უნდა ეს ხალხი ვინც წინა პლანზე არიან ახლა როგორც ასეთი მათი რეიტინგი ბილადრო თქვა არ შეესაბამება კონსტიტუციურ უმრავლესობას კი არა ახლა საკუთარი რესურსებით რევოლუციის ასე თქვა მოწყობას ეს თვითონაც ძალიან კარგად იციან და ამიტომ რაღაცას ამოეფარებიან და რაღაც კომბინაციები თქვენი აზრით რა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ არის ხო ხელისუფლება რომელსაც ალბათ მაქსიმუმ 1-20% თუ უჭერს ხალხს ისეც მე მგონი გაბერილია დღეს შემდგომ არის უკმაყოფილოთა რიცხვი რომლებიც ახლა 4-ში გამოდიან და კიდე უფრო მეტია ჩემს აზრით ეს ხალხი რომელიც მოვლენებს აკვირდება და უშუალოდ აი დინამიკაში და აი რაღაც ესეთ აი ამ სცენარში რო რევოლუციური სცენარი დაარქვით თუ რაც გინდა დაარქვით ასე თქვა ამისის და ფრთხილად ეკიდება რა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ ეს რევოლუციური და გარკვეულწილად ან გადაიკვეთოს ან დაუახლოვდეს ან ეს მოსალოდნელი საფრთხეები და ქვეყნის კიდე მორიგ უბედურობაში გადაჭეხვა, თუმცა ამ ხელისუფლებაზე დიდი უბედურება მე ვერ წარმომიდგენია, საერთოდ დღითიდ სუვერენიტეტი კვდება და ძალიან ახლოს არის ეს მოვლენა 21 წლის ბოლშევიზაციასთან ძალიან ახლოს არის. ამიტომ რას ეთქვით აი ამ თემებზე მინდა თქვენ და ბატონო თემურმა ფუნდამენტალურად ელაპარაკა და სრული საფრთხეს მე მინდა შემეკამოთოს და რაღაც დავაზუსტო. კი, ამიტომ მინდა რომ ამოხატოთ აბსოლუტური თავისუფლება და სხვა ტელევიზიებში როგორ ხდება ეს კარგად ვიცით და აქვს სხვა ვითარება. რაც შეიძლება პრობლემებთან დაკავშირებით ახლა ჩვენ კუჩის აქციებში ვარ და ბევრ ადამიანთან გვიწევს ურთიერთობა. და ეს ურთიერთობა არის ადამიანთან ურთიერთობა და არა ესე რომ ვთქვათ მათ ბიოგრაფიებთან ან ისტორიასთან და რატო გეტყვით. იმიტომ რომ ეხლა რომ მოვახდინო ვინც რა წარსული აქვს, როგორ რა დანაშაული აქვს. ესე იგი მაშინ ყველას ისტორია უნდა ვიცოდე, რომ შევადარო ერთმანეთს და ამის არც ხალის სიმართლე ალბათ ძალიან მოსაწყენი იქნება. ამიტომ მოვიცი მხოლოდ იმათი ბიოგრაფიები, რომელთან ერთად ვაპირებ თანამშრომლობას. რომ ვიცოდე მასთან ღირს ან არ ვის თანამშრომლობა ის სახიფათოა თუ არა საქართველოს მომავლისთვის, თუ მე დავეხმარები ან არ დავეხმარები. ამიტომ კიდევ ერთხელ ამ პროექტში, რასაც მურჭულაძემ გააჟღერა, მე ამ პროექტში არ მონაწილეობ. ანუ ეს არის სუფთად მათი პროექტი, თუმცა კიდევ ერთხელ ჩემთვის არ არის მიუღებელი მათი ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ, იმიტომ რომ ეხლა ჩემთვის ეს არის მოცემულობა, რომ საჭიროა ბრძოლა.
ამ დროში სანგარი ძალიან გრძელია და ყველას ადგილი არის ამ სანგარში ისე რომ ერთმანეთი არ გადაბედონ. ეხლა რაც შეეხება შემდეგი თემა, მე არ ვიცი შიგნით რა ხდება ნაციონალურ გამოცემაში რო იყოს რა მეც მონოლოგი გამომივიდა, მაგრამ ასე რომ ვკითხოთ. მე მინდა გითხრათ რომ მე ბიოგრაფიას კი არ ვეძვი. მე ეჩვენება რომ ეს არის თქვა ის რა მიზანსაც ისე მათ იციან რომ ამას ეს ვიღაცას გარეთ აწყობს და საქართველოშიც მას მხარდამჭერები ყავთ. მე აი ეს ვიცი რომ საქართველოს დღეს რომელიმე ტელევიზია არის საუბრობდა თუნდაც ჩეჩნეთზე ისე უშინ თქვენ ვიყავით წინაგადაცემები ჩეჩნეთზე ილაპარაკეთ ჩვენ მეზობლები არიან აგერავიან აღარუსარიან შეიძლება მე ხმამუღლება მოგონოს მე არ მომწონს კადიროიდან კატასტროფაა ეს მაგრამ მე უშინდა ჩეჩნეთიზაცია საქართველოს რა არის რა დამოკიდებულება ისევია როდესაც ხელა გადავიკიდეთ ჩვენ ხელას ეწინააღმდეგე რატომ კითხულობ ამას როდესაც შეიძლება რომ საქართველოს შეიძლება იყოს თანამშრომლობის ისე და თქვენასაც ამბობ აი ეს ზუსტად ეს იყო ბატონ თემიზის დამოუკიდებლობა რომ პირველი რეგული გადატრიალება მოიყო ამბობდით იმას რომ მე არასულ ვარ იქ სადაც კითხავალი და ისინი იყვნენ ვინ ამბობდა იქ მოგოხიძე და ესენი დამბობდნენ რატომ ვარ მე ამის ისე არა ტიბეტური დამბობდნენ ესენი ხო მე ესენი გულაპარაკებოდნენ ჩვენ ვირთვით საქართველოსთვის გამოვიდა დიდარები ეს ყველა ვინც გაიმარჯვა მაშინ ისე გამოცხდა ძლიერი ძალა რაღაც პრივატებია შეეყო ბატონო ბოკერია კი ბატონო ესენი გამოვიდნენ და ესენი მოგვიყვნენ მაშინ და კითხავდნენ გადიოდნენ ჯაბაიოთენთან იყვნენ არასდროს არცერთან არ ყოფილვარ რატო მიუღებლობა ქვეყანაში მაგრამ მე არ ვეძვი მათ მეც ბიძინაევანიშვილის ვეძვი და ვამბობ რომ არ არის ბიძინაევანიშვილი ისეთი მასშტაბის პიროვნება რომ ყველა ვებძოდეთ მას და საერთოდ ლოზუნგი ყველა ერთის წინააღმდეგ არის ბიძინაევანიშვილის გამდიდება ყალბი ბიძინაევანიშვილის შექმნა ვიდრე თქვა ბიძინაევანიშვილის წინააღმდეგ ისა მე ვამბობ რომ ბიძინაევანიშვილი ჭირდება ქვეყანას მაგრამ არა პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილი ჭირდება ქვეყანაში მაგრამ არა ამ ამბიციებით დღეს ამ პიროვნებას რომ თქვა რომ ჩვენ გავდივართ კი არა ლიკვიდაციას უკეთებთ იმ პოლიტიკურ ძალებს რომლებმაც აი ესე დაპირისპირება საქართველოს გადარჩება გაიხსნება ყველაფერი სხვა იქნება ამ ნაბიჯზე არ მიდიან არაფერი ჩვენ არ მეცნიერება შევქმნით არც განხილვა არ უნდა არც საუბარი არ უნდა და ესე იგი წარმოგიდგენთ დიალოგი არა მიკითხავენ იქ მოდი მიტინგზე და მიტინგზე დერტვი კი მაგრამ რაგერარი ეროვნული სახელმწიფოების დოქტრინა და მოგეცი და მითხარი რა არ მოგწონს და მითხარი და დავილაპარაკო თუ ეს ყველაფერი მოგწონს აიღე შენი იყოს შენ გაშეასრულე ბატონ გიორგესთან ისა არაფერი ბატონი გიორგი არის პიროვნება რომელიც არის სუბტაკაცი და გასი გულწრფელად და ბატონი გიორგის შეუძლია რომ რაც აქვს თავისი ისა რასაც ჩვენთან გაიზიარებს არ გაიზიარებს აგერ გითხრას რასაც გაიზიარებს იქეთაც უნდა თქვას აქეთაც და სხვა ტელევიზიაშიც რომ რაც თქვა ზუსტად ეს არის ყველას უნდა კონდეს საშუალება ყველაზე მთავარი 20 წელია მეცნიერთა კონგრესმა ეს პროგრამები შეიმუშავა ერთი მათ შორის რომელიმე რომ აქვს რაიმე ჩამოყალიბებული არც ერთს არა და ეუბნები რომ კი მაგრამ ბიჭო ამ ყველა პროგრამები რომ გვაქვს მოდი რა გამიხილოთ არა მე უნდა მივიდე ხელისუფლებაში ვისაც დღეს ჯერა რომ ეს არის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა და ეს არ არის თანამდებობებისთვის და რომელიმე ძალის იმ გასაგები რა რისი ის არის ეხლა ვარ როვასერე ვინც ამას აფინანსებს რომელიც მე ვიცი და რო გამოდიან და რა ფულებს იძლევიან აქ ისინი იძლევიან ამას იმისთვის ყველა ვინ იყო დაკავშირებული ის პიროვნება ყოფილი საფედრო მინისტრი რო იყო კეზერაშვილი ყველაზე დიდი რუს ბიზნესმენთან მილიარდ 300 მაშინ გავაგზავნეთ მე უბრალოდ ეს საკითხი ამოსაწურია კიდევ რა შეეხება პერსონებს და იქ არის უამრავი მცირე თუ დიდი ჯგუფი მათ შორის კიდევ მე წარმოვადგენ ფარს და ფარი ესეთი გაერთიანება არის ერთობა იმ ერთობის წევრია სადაც ასევე ცალკეული აქტივისტიდან დაწყებული სხვა პლატფორმები და მცირე ჯგუფები არის და შესაძლოა საჯულებლად უკაცრავად თქვენი პრობლემები დასრულდა? არა, ჩვენ უბრალოდ ოფისში შემოგვიყვნენ და ადმინისტრაციული წესით ჩვენი ერთ-ერთი დათუკუნაშვილი ორჯერ იყო დაპატიმრებული. ხა სხვა ფართთან დაკავშირებით ხა ესე რომ ვთქვათ, როგორც ორგანიზაციას, ან ხა იურიდიულად ეს ორგანიზაცია არ არის რეგისტრირებული, იმიტომ რომ რეგისტრაცია არის პრობლემური, აფერხებენ. ხოდა პარტიებს არ არეგისტრირებენ და არ ჩვენ არ მოგვიკლავს თავი, იმიტომ რომ ეხლა რა ყველაფერი არალეგიტიმურია და თან ჩვენ არ ვაქვს რაღაც საარჩევნო მიზნები იმის ან ფინანსური ოპერაციებს არ ვატარებთ იმისთვის რომ იურიდიულად გჭირდებოდეს ორგანიზაციის არსებობა. ორგანიზაცია არის
თავის წესდებას, თავის შიდა მკაცრი დისციპლინა აქვს, ეფუძნება თანამოაზრეობას და ვართ თანამოაზრეები შეკრებილი. ხოლო ფარის მხარდაჭერით და ორგანიზებით, ესე რომ ვთქვათ, უბრალოდ ჩვენ ვეხმარებით სტრუქტურირებაში და სტრუქტურის შენარჩუნებაში, სხვა ბევრი აქტივისტი, რომელიც ცალკეულ პიროვნება იყო და ქუჩაში 300 დღე აპროტესტებდნენ, მათი ძალისხმევის გაერთიანებაში ან მათ ხშირად საერთოდ ვერ მახულობდნენ და დავეხმარეთ იმისთვის, რომ რაღაც ერთ სივრცეში შეკრებილი იყვნენ საერთო გადაწყვეტილების ჩამოყალიბების წესები, ასე შემდეგ ის ნიუანსები, რომელიც დიდ გაერთიანებას ჭირდება. ეს ჩვენ გთხოვეთ მაშინ, თქვენ რო იტყავით, რომ აგერ არის ეროვნულ სახელმწიფო დოქტრინას ვარამე და უვა თქვენთან და განვიხილოთ თქვენ და მაშინ გარე. ნუ არაც არის. არა, ეხლა ცოტა აგიხსნით, ყველაფერს მიყვეთ თანამდებობად. მაგას მაგსაკითხსაც მეოთ. შემდეგი თემა არის ეს, რაც შეეხება იქ რა ხდება ქუჩაში. თუ ვინმე იქ ბევრი ადგილია და შეიძლება 3 ტრიბუნას დაიდგას და 30 ტრიბუნას დაიდგას. მეგაფონები არსად არ წასულა და ეხლა ქუჩაში მეგაფონით არის რამდენიმე წერტილი რუსთაველზე, სადაც ადამიანები ქმნიან სხვა პროექტებს, არის ისაუბრე, არის ჩვენ ერთი პერიოდი ჩვენც ქონდა საჯარო ლექციები, არის კინოჩვენებები, ანუ ხალხთან პირდაპირ კავშირის საშუალება რუსთაველზე არის და 4-შიც იქნება. ანუ მეგაფონი არის ყველაზე იაფი და ეფექტური საშუალება იმისთვის, რომ ადამიანებს მივაწოდოთ ჩვენი აზრი და ადამიანების ესე ვთქვათ ორგანიზება მოხდეს იმის დამიხილებით, თუ რა პოზიციას დაიკავებენ ისინი. მე არ ვიცი ჯერ კიდევ საერთო მიკროფონი იქნება. ხო, არ ვიცი, უყურეთ. თქვენ ახლა ანუ ვიცი რომ საერთო არა, ერთოს ხო მივალთ მაგამდე. ჩვენ ჯერ გვაქვს კონსულტაციები. ეს კონსულტაციები რამდენად ხმად წავა, უყურეთ, არის ნიუანსები, ხო? ანუ იდეა რომელიც ჯერ პატა ბურჭულაძეს შეიძლება არ მჯეროდეს მე, ხო? ანუ რაღაცა ფორმით, ანუ როგორც თქვენ გაქვთ კრიტიკული ესე ვთქვათ ხედვები მის მიმართ, ასე სხვებსაც აქვს კრიტიკული ხედვები და არ მინდა ეს რაღაცა აირიოს და აიზილოს ერთმანეთში. ამიტომ ახლა დავთანხმდებით თუ არ დავთანხმდებით იმ საერთო ტრიბუნას, მაგრამ საერთო ტრიბუნა სიტუაციას არ მართავს. იქ საერთო ტრიბუნა სიტუაციას მართავს, როცა ვიღაცა მოდის და რაღაცა უნდა მიმართო, მაგრამ მიმართოს იქით ეს არ მიდის. ეს არ არის შტაბი, ეს არ არის მართველი რაღაცა. ამიტომ უყურეთ, ეს არ არის ორგანიზებული, ანუ 4 რიცხვის ორგანიზებაში პატა ბურჭულაძის წილი არის ის, რასაც ის განცხადებას აკეთებდა, თუ ვიღაცას ეს განცხადება გულზე მოხდა და მაგის გამო მოდის აქციაზე, ეს სხვა თემაა, მაგრამ ის რომ პატა ბურჭულაძე ან მისი ჯგუფი რაღაცა ფინანსებს იხდის, კითხეთ და გეტყვით, არ იხდის, არ აქვს. ამიტომ ვინ აფინანსებს რაღაც საჭიროებებს, რომელიც არის ძალიან მცირე საჭიროებები, არავინ არ აფინანსებს ამ 300 დღეს, არავინ არ აფინანსებს. აფინანსებს პარტიებს და პარტიების წვლილი ამ აქციებში არის მიზერული. რა ვიცი 3-4% ესეც გაბრილი ციფრი თქვით, პერსონალები არ ცილდება. თუმცა ვიღაცებს სიმპათიები აქვს, მაგრამ მე ვამბობ პარტიის წარმომადგენლობაზე, პარტიის აქტივზე. არ ქმნიან ისინი ამინც, არც შეკვეთას იძლევიან, პირიქით ძალიან კარგი იქნებოდა, რომ რაღაც ერთი ცენტრი ყოფილიყო, არ არის ცენტრი, ხშირ შემთხვევაში ეს დისკუსიები იმართება სხვა სივრცეებში და არ თავდება საერთო გადაწყვეტილებებით. საერთო გადაწყვეტილებები თავდება იქ როგორც წესი. თავდება იქამდე. ეხლა გამოვიდეს პიროვნება და თქვას, რომ ჩვენ ვიკრიბებით 4-ში და დათათბირებული არ იყოს, ან დათათბირებული იყოს მხოლოდ იმ ძალებთან. ბატონ თემურ, რატომ მას არა? რომლებიც არიან თქვა თქვენს გამოდით, ბატონ თემურ, თქვენს გამოდით და თქვენს მოუწოდეთ. არა, მე ჩვენი. არა, უყურეთ ბატონ თემურ, ეხლა მოდი ვიყოთ ობიექტურები. ეს არის ეს არის დემოკრატიული ქვეყანა, ყოველ შემთხვევაში გვინდა ესეთი ვიყოთ და ყველას აქვს მოწოდების უფლება და მან მოუწოდოს. ხალხი აყვება თუ არ აყვება, ჩვენ ხო დემოკრატია რაზე დგას? ხო იმ ბერლინზე ქუჩის დემოკრატიას დგას, ქუჩაში რო დადგება და ვინც ხმამაღლა იყვიროდა და ვისი ხმამაღლა. ანუ ტრიბუნეს ეს არის ჰამურაბის კანონი. არა, რატო აგორა არის? არა, აგორა ჩვეულებრივი. და ეგ დემოკრატია. თქვენ რკინის უპროფესორად ვით, ჩვენ რომელიც მე უბრალოდ არ მინდა რომ იცით რომ გული დამწყდეს თქვენ რომელიც უპროფესორად ვით რომ ჩვენ მივედით პრეზიდენტთან როცა ის პრეზიდენტი იყო კალკატონთან და უთხარით რომ არ იქცე მხარეთ აი აგერ არის მესტიათა კონგრესის პროგრამა წაიკითხა თქვა უნიკალურია და როგმენოდებით რომ დაგირეკავს ამის ისა მე დავნიშნე რამდენჯერმე მე შეხედა და დავნიშნე მე ვითხრა რომ არა და აღარც მოხდა შეხედა ჩვენ წავედით სწორი გზით სწორი გზა აღმოჩნდა მიუღებელი ამ გუნდებისთვის
აი ამაზე მე ვიმეორებ. ანუ მეცნიერ და კონგრესს და ჩემი დამოკიდებულებას დაკავშირებით და მაგაზე არის თემები, რომელზეც მაგ მოსაზრება კარგი იქნება ცალკე თუ შევხვდებით, იმიტომ რომ ეხა უყურეთ, ეხა არის 4 ოქტომბერზე საუბარი. უკვე ის შემოუბრუნებელის წერტილი თუ როგორც იყო, რა ქვია, ტოჩკა ნივაზურატა რუსებმა როიციან, ხო, ეს გავლილია. ეხა რაც არ უნდა მაგარი დოკუმენტები გქონდეთ და მე ვაღიარებ, რომ თქვენ გაქვთ ძალიან დიდი ნამუშევარი გაწეული და მართლა სერიოზული ნაშრომია და ეს წესით პოლიტიკურ პარტიებს უნდა კონდეს არა მხოლოდ გაცნობილი, არამედ ამაზე დისკუსიაში და კონფერენციებზე და ესე შემდეგ შემოსულები. ამაზე არ არის კამათი. უბრალოდ მე ვარ პრაქტიკოსი და ეხლა ვამბობ, რომ ეს წერტილი გავიარეთ. ეხლა აღარ არის ამის დრო, რაც მოსალაპარაკებელი იყო პოლიტიკურ პარტიებმა ვერ მოილაპარაკეს. პოლიტიკამ, ქართულმა პოლიტიკამ დაღუპა ქართული საზოგადოება. ქართული პოლიტიკა მოკვდა. ხო და ეხლა ბურჭულაძე რამდენად კარგი პოლიტიკოსი იქნება, ნაციონალურ მოძრაობას უკან დაბრუნება თუ არ უნდა. აი ამ მომენტში არ მაინტერესებს. ამ მომენტში შეგითხრა მოდი. ნათელაშვილის ოფისში რომ იკრიბებოდნენ. იმათ ცოტა ხნის მერე რომ და თავიდან როგორ იყო ერთმანეთს ეხმებოდნენ და მე ვიყავ ყველა მე რა მოხდა. ვალენტინის პარტიების საგინებლად მოვარ ცალკე და ერთად ვარიმე. არა, უბრალოდ და საკრიტიკოთ მე უბრალოდ ხა უტრირებას ვახდე ხოლმე რაღაცას, იმიტომ მოყვებით ემოციაში, მაგრამ ეხლა კიდევ ერთხელ პარტიებს პირიქით ეხლა უნდა შევეცადო, რომ ყველას მოუწადო, ხვალზე ალბათ იქნება მოწოდება, რომ რაღაცა საკოორდინაციო შექმნან. და ეხლა ამის კონსულტაციები მიდის, რომ სიტუაცია მეტნაკლებად შეთანხმებული იყოს. კიდევ ერთხელ არის ხალხის რა საკითხებში ბატონო გიორგი? ყველაფერში. ანუ შეგითხრა მაქვს. აი ხელისუფლება, რომელსაც მივეცით ყველა ეს დოკუმენტი და არც ჩათვალა საჭიროდ. აი გეუბნებით, რომ ჟიური შარტავას დაბადების დღეს მურმან კვარაცხელია ოცნების წევრმა გადაცადა უთხრა. აი ჟიური შარტავას დაბადების დღეს ვარნიშნავ თაქო. ყველაზე კარგი არის, რომ მისი მოსაზრებები აქ არის ჩადებულია და ამის განხილვა მოხდესო. ეს არ გააკეთა. მე როგორ შემიძლია ხელისუფლებას უთხრა, რომ მე არ ვებრძვი იმას. ან კიდევ მეორე იმას მილიათი მოყოლებული ხა ციხეში არიან და თავისუფლება ყველა პატიმოს მეოს მეთანხმები და სისულელია რაც ხელისუფლებამ გააკეთა qalbi დანაშაულია. სისულელია დანაშაულია. ეს ხელისუფლება არის პრაქტიკულად ჩვენ კამ სიტუაციას ქვეყანაში მართავს კაცი, აი რომელიც აზიარად პოლიტიკის, კაცი რომელიც არის ამბიციური, კაცი რომელსაც აქვს ესე იგი შურიზიების გზნობა. თუ მას იმისი მონ არ ხარ, გუშინ რო იყო შეიძლება აღუ დაგარტყას და საერთოდ მოკლას და რაღაც ის გააკეთოს. მე გუშინში ყველაზე მეტი აღელვება ჩემთვის აი კუჩაჩი მისთვის გამოვიდოდი, იცით? აი არაბებს რო შეხვდა. გუშინში და ლამის ხელზე ემთხვია. მე ამისთვის გამოვიდოდი კუჩაში. და ვიტყოდი იმას, რომ ბიძინა ივანიშვილო თქვენ შეურაცხყოფა მიაყენეთ ქართულ ღირსებას. მე არ ვარ არავის არა მარტო ღირსებას, ბატონო სამართალ და კონსტიტუციას. ხედავ 4 რიცხვში იმდენად გაჯიქდა ერთი და იმდენად იგნორირებას აკეთებს მეორე, ეს არის საშინელება, რაც მოხდა 91-92. არ არის ერთი და მეორე. მაგაში გეკამათებით, არ არის ერთი მხარე და არ არის მეორე მხარე. არის ერთი მხარე და ხალხი. ხალხი, რომელმაც ჯერ ვერ მოახერხა კონსოლიდირება. არა, თქვენ ფიქრობთ იმას, რომ ხელისუფლებას არავინ არ უჭერთ ხაზს? მე სწორედ ამას შეგეკითხეთ, რა უნდა მოხდეს, რომ ეს ხალხი გარკვეულწილად დაახლოდეს. ხელისუფლებას მხარე და ართulis ამ სიტუაციაში მე რა გითხრათ ახლა თქვენ? არა, უყურეთ, ხო და უყურეთ ხელისუფლება მხარია. ოღონდ მეორე მხარეს არ არსებობს ნაციონალური მოძრაობა, ან ნაციონალური მოძრაობა და ან იმ 8 პარტიის მართული პროცესი. არ არის ეს პროცესი ესე. ეს არის ფრაგმენტირებული, დაქსაქსული ადამიანების პროტესტი, რომელიც თავისთავად მარტო არიან დარჩენილი, იმიტომ რომ არ არსებობს გამოსავალს ეძებს პოლიტიკური ლიდერი, ხოლო საზოგადოებრივი ლიდერების წარმოშობა ესე მარტივად სწრაფად არ ხდება. ჯგუფებშიც კი, ანუ ერთობაშიც კი, მათი შემოსვლა და გასვლა არის ხშირი, იმიტომ რომ უბრალოდ ეს ხო არ არის მყარი ორგანიზაციები, ხო პოლიტიკური პარტია მაინც ხო არის ინტერესთან გაერთიანება და ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ და სკამებისთვის იბრძვიან და ეს ჯამს მოუწოდეთ ბატონ გიორგი ამ ხალხს აი თვითონ აი ამ ანუ ბევრი საკითხი ხო ყველაფერს ვერ მოვასწრე კიდევ ხო კეზერაშვილის ფინანსები 4-ში შეიძლება სადღაც იყოს რომელიმე პარტიაში, მაგრამ
ამ აქციის ორგანიზატორი არც კეზერაშვილი და არც სხვა ეგეთი ბინძური ფინანსები არ არსებობს. გეტყვით, არა, მე რა ტელევიზიაში გამოდიოდი, ეს არის ჩვეულებრივი. არა, თქვენ რაშმაში ხართ იმით რომ იქ არის. არ არიან ისინი ორგანიზატორები. კიდევ ერთხელ მათ საინფორმაციო ხარდაჭერა ისინი ახორციელებენ, მაგრამ ეს არის გაშუქება და არა ის რომ ისინი ორგანიზატორები არიან. არა, თავად არა გუში მე არ გამაძეთვით. ხო, მაგრამ მამას მნიშვნელობა აქვს. შეიქმნება, ის იქნება ხელისაწევით, იქნება და განსხვავებული ემოციები თქვენ არის ცუდით, ის იცოდა მაგ. გვაქვს, არის ჩემზე მეტი დეტალები. კიდევ ერთ ვიტყვი, უბრალოდ ეხლა ვისი დაფინანსებაც არის ემიგრაცია, რომელიც ცდილობს სხვა ჯგუფების გარკვეული მოთხოვნები რაც არსებობს და აკმაყოფილებს მიზერული თანხებია. ისინი ხან ემიგრაციაში იმიტომ არიან, რომ რაღაც შრომობენ ხო, ფიზიკური და თუ თავის ფიზიკურ შრომას დებენ და გონივრულ შრომას დებენ და ამ ადამიანებსაც არა მილიონერები არ არიან, ისინი აგროვებენ თანხებს და იმ ელემენტარულში რაც სჭირდება ამ აქციას ისინი აფინანსებენ. ამიტომ მათი ფინანსებია, ახლა მე ამას არ ვიტყოდი, რომ არა მათ ღიადად ეს უკვე ის რა ქვია ფონდის სახელი და ავრცელებენ, სადაც გროვდება ეს, ამიტომ მივეცი თავისუფლება თქვა ამ ფინანსებზე და ეს არის მიზერული ფინანსები. ჯიბით ჩამოსული, სათითაოდ გადარიცხული ფულია, ამიტომ ამ პროცესის მიმართ შეიძლება თქვენ ის ვინც ახლა ყველაზე მეწყვილის რო ის ვარო რა ქვია მაგარი ვარო შეიძლება ის ქნის დაბეჭდილებას ითქოს მისი მართული პროცესი არ არის ეს არის ჩვეულებრივი სახალხო პროცესი გაბრაზებული ხალხი რაც გააკეთებს გვერდმა იცის როდესაც გადაუბრუნდა ტვინი მესმის რომ ცუდია მაგრამ ცუდია ერთია ახლა ცუდი კაცო ამდენი წელი იყო რომ ეს პროცესი ყოფილიყო პოლიტიკურადაც უზრუნველყოფილი ხალხის ბრაზილ მარტო არ დარჩენილიყო საზოგადოებრივად უზრუნველყოფილი არავინ არ მიაკითხა ამ ხალხს ეს იდეები არ მივიდა ამ ხალხამდე და ამიტომ ამ ხალხს აქვს უფლება გამოვიდეს ქუჩაში და აგორას პრინციპით დაამყაროს დემოკრატია და მეც იქ ვიქნები არა იმიტომ რომ რაღაც აზრები არ მაქვს მაგრამ არის დრო როცა რა თქვენ მეხები ისვრიანო მუზეები დუმს თუ კანონები დუმსო ხო თქვენი რესპუბლიკის მესამე რესპუბლიკის იდეა არ იქნა გაზიარებული შეგიძლიათ ეს გითხრათ თუ განხილვაშიც არ იყო თუ როგორი არა უყურეთ რა სტადიაშია მესამე რესპუბლიკა რომელიც განხილულია მე მესამე რესპუბლიკის იდეის მომხრეა რეალად ვეზეარებ ხო